არისტოკრატია მიიღო მაჰმადიანობა, ნაწილმა ვინც არ მიიღო დაბრუნდა საქართველოში, ეს მე გეუბნებით მე-15 საუკუნეებზე და გლეხობა დარჩა ქრისტიანი, მაგრამ რაღაცას ხომ უნდა მიკუთვნებოდა და რადგანაც პორტას იმპერიაში ქრისტიანული დენომინაციები ნაციონალური ნიშნით იყო დაყოფილი და ქართული ეკლესია იქ არ არსებობდა, ხო? იყო ბერძნული ეკლესია, მაგრამ ესენი ბერძნები არ არიან. მაშინ ვის უნდა მივაკუთვნოთ? ყველა ქრისტიანის დირექტორს, ასეთი იყო თურქების წარმოდგენა. ვინ არის ყველა ქრისტიანის უფროსი? რომის პაპი. და ესე აღმოჩნდნენ ქართველი კათოლიკეები, ანუ ქართველები ესე აღმოჩნდნენ რომის პაპის იურისდიქციაში. მაშინ განსხვავება იყო მართლმადიდებლობასა და კათოლიკობას შორის ძალიან ბევრმა არც იცოდა. და საქართველოში ეს კათოლიკობასა და მართლმადიდებლობას შორის განსხვავება მე-18 საუკუნემდე არც იყო აქტუალური საერთოდ. მე-18 საუკუნეში ჩნდება, რომ ეს თურმე განსხვავებულები არიან, იმიტომ რომ მანამდე ქართველებს ეგონათ, რომ პაპი მაინც არის ყველას უფროსი. მაგრამ რუსეთის იმპერიის გაძლიერებამ და აქ შემოსვლამ განაპირობა ეს ცნობიერებას, რომ მართლმადიდებლობა სხვა არის და კათოლიციზმი სხვა არის და სხვა შორის ძალიან საინტერესოა სულხან საბას ისტორია, რომელიც კათოლიკე გახდა დამტაბადებით, რომის ეკლესიის წევრი, რომელიც ამის გამო წვერებით ათრიეს და იქ თვითონ უწერია თავისთავზე ესე ავტობიოგრაფიაში, რომ რომის პაპის გმობა მომთხოვესო და მე მართლმადიდებლობა არ უარყავიო და ამიტომ ანუ საბასთვის და იმ პერიოდისათვის მართლმადიდებლობა ნიშნავს სწორ სარწმუნოებას და სწორი სარწმუნოება რა არის? საბასთვის ეს არის კათოლიციზმი. აი მე-18 საუკუნეში ჩნდება ეს საქართველოში ნამდვილად შემილია მთელი პასუხისმგებლობით თქვა, რომ კოლიზია ამ ორ კონფესიას შორის ჩნდება მე-18 საუკუნეში და რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე ეს რუსეთის დამსახურება, რომელმაც აბსოლუტურად ესე იგი სწორედ ისე ვამბობ მართლმორწმუნეობა იყო მთავარი არგუმენტი რის გამოც საქართველოს საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რუსეთში, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე თუ ჩვენ გვინდა რუსეთზე ვთქვა თუ არის, უნდა ქართულმა კაცმა მართლმადიდებლობაზეც უარი თქვა, სწორედ ეს არის შემაერთება და ეს ძალიან სწორად მიყავდა ყველაფერი ამ თვალსაზრისით. მე თვითონ კათოლიკე გახლავართ ჩემი კონფესიით, ამიტომ ვინმე არ ჩამომართვას იმაში, რა ქვია, მიკერძოებაში, ამიტომ ეხლა მე ვლაპარაკობ ნაციონალური იდენტობის თვალსაზრისით და არა რომელია სწორი კონფესია და რომელი არის, მაგრამ ისტორიული ვითარება ისეთი აღმოჩნდა, მეგობრებო, რომ ნაციონალურ მოძრაობას ჩემი აზრით აბსოლუტურად სწორად მეყავდა ყველაფერი იქითკენ, რომ მთავარი მტერი ევროპასთან ერთიანობის, რა თქმა უნდა, არის მართლმადიდებლობა, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა არის სწორედ ის, რის გამოც საქართველო აღმოჩნდა რუსეთში. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აღმოჩნდებოდა თურქეთში. იმ პერიოდის ქართველებს რო წარმოედგინათ, რომ ეს იყო უმოკლესი გზა ევროპაში ნატოში შესასვლელად. ესმით?